ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ნაძვის ხეების სანერგე მეურნეობიდან შეიძინონ. ხეების უკანონო ჭრის და რეალიზაციის თაობაზე სპეციალური განცხადება მინისტრმა გააკეთა. ბუნებრივი რესურსების სააგენტოში განმარტავენ, რომ ხის უკანონო ჭრა კანონით ისჯება. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი ამგვარი შემთხვევები საგრძნობლად მატულობს. ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ყოველთვის ხდება და დღევანდელი წერია გამონაკლისი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის გაზრდა ნაძვის ხეებზე. მინდა გაცნობოთ, რომ ბუნებრივი რესურსების სააგენტო, რომელიც ამჟამად იმყოფება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ამკაცრებს კონტროლს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულად ბუნებრივი გარემოდან საახალწლო ნაძვის ხეების ამოღებაზე. მინდა აღნიშნო, რომ ერთი ძირი ნაძვის ხის მოჭრა დაჟადია კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალობათა კოდექსით აღნიშნული ქმედება იმპორტის 500 ლარიან ჯარიმას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირის მიერ რამოდენიმე ნარგაობა იქნა ამოღებული და ამ ქმედებით სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, დადგება პირის სისხლისამართლობრივი პასუხისმგებლობა.